ღვინის დიდი ტრადიციების მქონე ორი ქვეყანა, იტალია და საქართველო, კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად წინანდალში და სწორედაც ღვინის გამო. წინანდლის მამულში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახავს ქართული კულტურის არომატს და ევროპულ ელეგანტურობას, მსოფლიოს უდიდესი მეღვინეები და სომელიეები შეიკრიბნენ. 7 ნოემბერს აქაურობამ უკვე მესამედ უმასპინძლა ღვინის დიდი ჟიურის საერთაშორისო სიმპოზიუმს. წელს მსოფლიოში სახელგანთქმულმა მეღვინეებმა, სომელიეებმა და ექსპერტებმა გამორჩეული იტალიური ღვინოები დააგემოვნეს და შეაფასეს. სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა სასიკაია, სოლაია, ჯოვანი როსო და ბევრი სხვა. The celebration of diversity of palate. ჩვენ დღეს აგვზეიმობთ იტალიურ კულტურას. იტალიური ღვინო ხელოვნებაა და არა მხოლოდ. ეს ცხოვრების წესია, ეს ისტორიაა, ოჯახია, განათლებაა. დიდი პატივია აქ ყოფნა და რატომ იმართება ეს ღონისძიება აქ, დიდი ჟიურის, გიორგი რამიშვილისა და Silk Hospitality-ის ორგანიზებით. იმიტომ რომ წინანდლის მამული შესანიშნავი ადგილია, სრულად ადაპტირებული იმისთვის, რომ ჩატარდეს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ღვინის დაგემოვნება, მასტერკლასები და პროფესიული დეგუსტაცია. აქ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან, რომლებიც არა მხოლოდ იტალიურ ღვინოს, არამედ ქართულ ღვინოსაც აგემოვნებენ. ცოტა ხნის წინ ჩვენ გავსინჯეთ ქარვისფერი ღვინო საქართველოდან და დიდი ჟიურის ყველა წევრი აღფრთოვანებული იყო ხარისხით. ეს არის ძალიან დიდი ამბავი საქართველოსთვის და იტალიისთვის, იმიტომ რომ ეს ორი დიდი ღვინის ქვეყანა შეხვდა ერთმანეთს წინანდალში. მოხდა მაგალითად უკვე დეგუსტაციები, ბაროლოს დეგუსტაცია იყო დილას, ეს არის ბრმა დეგუსტაცია, ეს იგივე ბაროლოს ჩემპიონატი ჩაატარო, აი აქ წინანდალში. შეაპარეს ჩვენი ერთ-ერთი საფერავი, ჩვენი ღვინო და მიიღო 99 ქულა. ეს არის პირდაპირი კავშირი ევროპასთან, იმიტომ რომ ღვინო საქართველოსდან დაიწყო და ჩავიდა მერე ევროპაში და აი ეს ისტორიაც აქ კიდევ ერთხელ ჟღერდება. აი ხა ცოტა ხანში ასევე იქნება უკვე ქვევრის ღვინოების ბრმა დეგუსტაცია. European Grand Jury du Vin, ანუ ევროპის ჟიური ქვია, ეს არის ევროპული ჟიური. აი ესენი ჩაატარებენ ქვევრის ღვინის დეგუსტაციას. ყველა წელს ჩვენ გარკვეული დატვირთვა აქვს, ეს არის იტალიური თემატიკა. ჩამოსულია, მე თუ არ ვცდები 22 ესე ვთქვათ, Grand Cru იტალიის ყველაზე ესეც საუკეთესო ღვინის სახლი, თავისი ღვინოთი. ისიც რა არის ესენიც რომ უკვე ჩვენ ღვინოს ხედავენ. ეს დიდი გაცვლა. ესენიც ბევრ რაღაცას სწავლობენ ჩვენგან. ძალიან კარგია რომ ქართველი წარმოებლები არიან, ქართველი ამ ინდუსტრიის ხალხი არიან ჩვენ ღვინის ინდუსტრიიდან და ძალიან კარგი გაცვლა არის ესა რა და ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩვენი ღვინო არის, ჩვენი კოდია გენეტიკური და აი ეს რომ ამას ხედავენ ჩვენ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ ჩვენ უკვე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. წელს სიმპოზიუმს განსაკუთრებული სტუმრები ჰყავდა. სილვია იმპარატო, ქალი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა იტალიურ მეღვინეობაში და თავად ალეგრა ანტინორი, მეღვინეების ლეგენდარული ოჯახის 26 თაობის წარმომადგენელი. ყველა მათგანს მსოფლიოში ღვინის კულტურის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. საქართველოში პირველად ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბოლო ვიზიტი არ იქნება. რადგან აქაურობა მართლაც საოცარია. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. დაახლოებით 8000 წლის წინ აქ კავკასიაში დაერგო პირველი ვაზი. ძალიან შთამბეჭდავია ასეთი ლამაზი ვენახების ხილვა ამ მთების ფონზე. მართლაც საოცარია. დღეს დილით ვენახში ვსეირნობდი და ვნახე, რამდენად კარგად მზადდება ღვინო, როგორი სუფთაა აქაური ჰაერი. აქ დიდი ტრადიცია და დიდი პოტენციალია იმისთვის, რომ შეიქმნას ღვინოები, რომლებიც, რა თქმა უნდა, დაძველებას საჭიროებენ, მაგრამ აქვთ საოცარი პოტენციალი და ამ საოცარი ადგილიდან მოდიან. მართალია ყველაფერი აქედან დაიწყო, მაგრამ ახლა უკვე ევროპული გავლენაც იგრძნობა საქართველოში ღვინის წარმოებაში. ფიქრობ, როგორც ყველაფერში, რაც ღვინოს უკავშირდება, საჭიროა მოთმინება, დრო, ბუნების დახმარება, რომ ღვინის შექმნის შესაძლებლობა გქონდეს. თქვენ დიდი ტრადიციები გაქვთ, რომელთაც კვლავაც ინარჩუნებთ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად იყენებთ ბევრ ახალ ტექნოლოგიას, რომელიც თანამედროვე ღვინის მისაღებად გამოიყენება. მე ანდრეა დელ პიანო ვარ, მეღვინე პიემონტში მდებარე მარნიდან, სახელად ჯოვანი როსო. ჩვენ ბაროლოს ვაწარმოებთ და აქ ვართ, რათა ჩვენი საუკეთესო ღვინო წარმოვადგინოთ. ბაროლოს დამზადების გზა ტრადიციულია. მაცერაცია ხანგრძლივია, 28-29, ზოგჯერ 30 დღეც ცემენტის აბზში. დაძველება კი დიდ კასრებში ხდება. ეს ძალიან ტრადიციული მიდგომაა. იდეა ისაა, რომ მუხის გემო ზედმეტი არ იყოს. არამედ მივიღოთ ძალიან სუფთა, ხილის არომატით გამორჩეული და ელეგანტური ღვინო.
ყველა განყოფილებაში ძალიან ბევრი კარგი ღვინო იყო, თუმცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო ქართული აღმოჩნდა. ქართული ღვინის შესახებ არ ვიცოდი. ვფიქრობ, ეს ღვინოები სხვადასხვა ისტორიებს, განსხვავებულ კულტურებს უკავშირდება და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ღვინის მწარმოებლებმა, მეღვინეებმა, ღვინის ექსპერტებმა გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ღვინის დამზადების უდიდესი ტრადიცია. სოლერი, ის საუკუნეებს ითვლის. ქართული ღვინის წარმოებასაც 1000-წლოვანი გამოცდილება აქვს, მაგალითად, ქვევრის ღვინის. აკი შეგვიძლია ვნახოთ, როგორ ითანამშრომლებენ ეს ტრადიციები. მე როგორც იტალიის ელჩი საქართველოში, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები იტალიელ და ქართულ მწარმოებლებთან ერთად და ვაგემოვნებ ალბათ მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს. სიმპოზიუმზე, სადაც მსოფლიო დონის ღვინის ბრენდები იყო წარმოდგენილი, ჟიურის წევრებმა დააგემოვნეს და შეაფასეს ქართული ქარვისფერი ქვევრის ღვინოც. სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინის ხარისხი წლიდან წლამდე იხვეწება და კონკურენციას უწევს ცნობილ იტალიურ თუ ფრანგულ ღვინოებს. უკვე მესამე წელია, რაც აქ ქართულ ღვინოს ვაგემოვნებ. პირველი წელი ცოტა რთული იყო, განსაკუთრებით ქვევრის ღვინოსთან, რომელიც თითქოს ჩვენს გენში არ არის. მაგრამ რაც უფრო მეტს სვამ, მით უკეთ გესმის მისი გემო. ასევე გამაოცა იმ ღვინოების ხარისხმა, რომლებიც ქვევრის არ არის. ევროპაში უმეტესად ვფიქრობთ, რომ აქაური ღვინოების უმეტესობა ქვევრებში მზადდება, მაგრამ ეს ასე არ არის. აქ ბევრი ღვინოა, რომელიც იგივე მეთოდებით მზადდება, რომელთაც იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში იყენებენ. მათი ხარისხი ძალიან მაღალია. დეგუსტაციაზე გასინჯული ქართული ღვინოების დონე, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მაღალი იყო ვიდრე აქამდე. ასევე ღვინოები, რომლებიც აქ წინანდალში მზადდება, უმაღლესი დონის იყო. ძალიან მოგვეწონა საფერავი და რქაწითელი. ქართული მეღვინეობა კიდევ და უფრო პოპულარული და ცნობადი ხდება მსოფლიოში, იმიტომ რომ ყველა მისის უკვე პრაქტიკულად, რომ ჩვენ ვართ 8000 წელია ღვინის სამშობლო, მაგრამ ეს რას ნიშნავს, ბევრს კარგად არ ესმის და ყოველი ასეთი ჩამოსვლით ისინი იღებენ ახალ ინფორმაციას. და ეჩვევიან ქართულ ღვინოს. ანუ ადრე თუ იყო თქვა 10 მაგარი ღვინის მწერალი და სპეციალისტი თქვა 10 წლის წინ აქ მარტო წინანდლის მამულზე არ არის ეს ხო საერთოდ ქართულ მეღვინეობაზე არის ვინც იცნობდა ქართულ ღვინოს დღეს ეგეთი 100-ია და არ ვიცი ხა 1000 შეიძლება ხვა მაღალი ნათქვამია მაგრამ ბევრად უფრო მეტია პროფესიონალი. აი ხა ჩვენს წელს უკვე მესამედ გვექნება მაგალითად ქარვისფერი ქვევრის ღვინოების ბრმა დეგუსტაცია რომელსაც გრანჟიური ატარებს და იმათმა უკვე ძალიან ბევრი რამე ისწავლეს ამ წელიწადში არჩევენ ჯიშებს ხვდებიან რა უპირატესობა შეიძლება ამას კონდეს და ასე შემდეგ. შემდეგ კი ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარეს მასპინძლებმა. ქართული ქვევრის ღვინო დეგუსტატორებს ისე გაასინჯეს, რომ მათ არ იცოდნენ რა წარმოშობის ღვინოს აგემოვნებდნენ. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჟიურის წევრები აღფრთოვანებით აღწერდნენ ახალგასინჯული ღვინის გემოვნურ თვისებებს და მას საუკეთესო შეფასება მისცეს. ბრმა ტეისტინგი როცა არის, იქ არის ასეთი წესი, რომ რაღაცა სხვა ღვინოს ურევენ იქა, რომ ვინმე რამე შესაძლოა რომ არ მოუვიდეს და იყო ჩვენი იმავე წლის საფერავი და საინტერესო მოხდა ის, რა თქმა უნდა, ყველა მიხვდა, რომ ეს არ იყო ბაროლო, მაგრამ დაუწერეს ძალიან მაღალი ქულები, რასაც საერთოდ არ მოველოდია. მე თვითონ აღფრთოვანდი ამით და ერთმა იტალიელმა ძალიან მაგარმა მეწარმემ, რომელიც კომისიის წევრი იყო, მე ესე დაუწერეო 98 ქულა დაუწერეო და მივაწერეო ბაროლო ატიპიკო. არატიპიური ბაროლო. ანუ ვერევით ამ იმაში ესე სიტყვა როა ქართული მარაკაში რა, რომ კარგი ხარისხის ქართული ღვინო მათთვის აღარ არის აღმოჩენა. გარდა იმისა, რომ სიმპოზიუმზე საერთაშორისო ჟიური ღვინის ხარისხს აფასებდა, 2 დღის განმავლობაში მასტერ-კლასები გაიმართა, სადაც მსოფლიო ღვინის ვარსკვლავები ქართველ მეწარმეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ. ქართველი მეღვინეები, როგორც დიდი, ასევე მცირე მარნებიდან საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წელს პირველად უფრო ფართოდ ჩაერთნენ პროცესში. საკუთარი ღვინოები გაასინჯეს საერთაშორისო სტუმრებს და ახალი კავშირები დაამყარეს. ინანგლის ღვინის სიმპოზიუმი ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის კომპანიებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ფესტივალის მთავარი აქცენტი კეთდება ხარისხზე და ამიტომ მაგალითად ჩვენი კომპანიიდან წარმოდგენილია საუკეთესო ხარისხის ღვინოები და არა მარტო ჩვენი კომპანიიდან ზოგადად ჩამოსული იტალიიდან ჩამოსული სტუმრებიც ასევე წარმოადგენენ საუკეთესო ღვინოებს, ზოგადადაც დეგუსტაციები ხდება ხარისხის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ დღესდღეობით საქართველოს ბაზრისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ გავაკეთოთ აქცენტი ხარისხზე და არა რაოდენობაზე და ამიტომ ის, რომ ჩვენ მივიდოთ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ევროპა მოდის აქ
და აქედან წყდება 2019 წლის ბარალოების ბედი. იყო საერთაშორისო ჟიური, სხვადასხვა ქვეყნიდან ფრანგები, იტალიელები, საუკეთესო მეღვინეები და ამიტომ მე ვარ ამაყი როგორც ქართველი, რადგან მე ვქონდა საშუალება რომ ყოფილიყავი ამ დეგუსტაციაში, მაგრამ წარმოიდგინეთ რამხელა სიამაყი არის ეს ჩვენი ქვეყნის. აქვს საშუალება ჩვენს მეღვინეებს შედარდნენ დეგუსტაციას უტარებს საერთაშორისო ჟიური ჩვენს ღვინოებსაც და მე მგონი ეს არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი ღვინის განვითარების, რადგან მხოლოდ ხარისხშია წარმატება და დღევანდელი დღე არის ხარისხი. Grand Jury de Vin ღვინის ექსპერტებისა და სომელიეების გაერთიანებაა, რომლის წევრებიც მსოფლიოს მასშტაბით აფასებენ სხვადასხვა სახის ღვინის ხარისხს. ასოციაცია 1996 წელს შვეიცარიაში დაარსდა და ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში მართავდა. 2023 წელს Silk Road ჯგუფის ინიციატივით და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ღვინის სიმპოზიუმი პირველად გაიმართა წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად დამკვიდრდა. გაცვლა ამ გამოცდილების სტილის ღვინის კეთების და ამ შემდეგ არის საწინდარი იმისი, რომ წინსვლა იყოს ყოველთვის ამ უდიდეს ინდუსტრიაში საქართველოსთვის. საქართველოს ბანკისთვის ეს სპონსორობა არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ღვინო არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ეს არის კულტურის, სულიერების და ხასიათის განუყოფელი ნაწილი საქართველოს მთლიანად და შესაბამისად საქართველოს ბანკისთვის ეს არის დიდი პატივი, ემოციურად უდიდესი დადებითი მუხტის მომტანი და იმედი გვაქვს, რომ ეს ასევე გაგრძელდება და წარმატებულად ჩატარდება ყოველ წელს. წინანდლის მამული კვლავაც ინახავს თავის საუკუნოვან საიდუმლოს. როგორ შეიძლება ყურძნის ერთმა მტევანმა შეაკავშიროს კულტურები, გააღვიძოს ემოციები და გახდეს მემკვიდრეობა. მემკვიდრეობა, სადაც ღვინის წარმოების 8000 წლოვანი ისტორია თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან ერთიანდება.